მოგიწოდოთ იმაში, რომ მუდამ ლოცულობდეთ, მუდამ მადლობდეთ და მუდამ გვიხარებდეთ. როცა გვაძლიერებს ჩვენ და თავისი ის თქვათ ძალით ლოცვა ღმერთთან გვაახლოვებს. ღმერთთან თქვათ ურთიერთობის საშუალებაა. და ჩვენი თქვათ ყველაზე წარმატების წინამძღვარია ლოცვა. სულის საზრდელია, გონების სინათლე, სასუსაღოთილების დეპრესიის და გაჭირვების კურნალი, ხსნელი მწუხარებისაგან, იმედი ღვთისაგან, მულენილის შემდეგ, ლოცვის შემდეგ მოდის ეს ყველაფერი, ხო? სიმდიდრე სულიერი, საუნჯე სულიერი, დამაწნარებელი რისხანების და ასე შემდეგ ამბარდავნების დამამშვიდებელი და დამამდაბლებელი ადამიანის სრულყოფილების საშუალება, წარმატების თქვათ მომნიჭებელი ლოცვა. იცით ახლა ეს ყველაფერი და ყველაფერი კიდევ რამდენიმე ჩამოთვალა, რომ სამი წერტილი ყველაფერი ამის სიკეთების მომნიჭებელი. ამიტომ ლოცვა ეს არის ღმერთსა და ადამიანის შეერთება და შეერთების საშუალება. ღმერთთან საუბარი, ხო? როდესაც ადამიანი გულისხმობს ლოცვის მართს მოიპოვებს, სრულყოფილებას უახლოვდება და მასში სულიწმიდა იმკვიდრებს. ლოცვა უმაღლესი ღვაწლია, რაც იქ შეიძლება ადამიანმა ითვისოს. ლოცვა. ამიტომ ლოცვის ძალა შეგეცემა დღეს მithumedes ამძიმე დროში ჩვენ ძალიან ბევრი ლოცვა გვმართავს. წმინდა მამები ამბობენ ამ ყველაფერს და რომ ლოცვა და ყველა ლოცვა ეს არის აუცილებელი არის რომ იყოს ყურადღებით წარმოთქმული, რომ ყურადღება არ მოაყდეს ლოცვას, რომ ყოველთვის ყურადღებით იყო. რას ამბობ, როგორ ლოცულობ, რას კითხულობ. რომ ლოცვა უნდა იყოს ღვთის მოშიშებით, ვის წინაშე დგიხარ, ვის მიმართავ, ხო? თავისი ეტიკეტი აქვს, ასე ვთქვათ, სულიერი, ღვთის მოშიშება უნდა ლოცვას, კეთილგრძელობა უნდა იყოს ლოცვისთვის აღვლენილი. და ხალხს საუბრებით, ხო? ღვთის წინაშე საუბრის და დგომის განცდა უნდა გქონდეს, განცდა, ლოცვის მდგომარეობა კი. შეიძლება სულ არ ლოცულობდე, მაგრამ ლოცვის რაღაცა მდგომარეობა უნდა იყო. და აუცილებლად სინანული უნდა ახდეს ყველა ლოცვას. და მე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შეისხოცებაში, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ისმის ძევით და უფალი როცა საჭიროა, შენ კი უნდა დაუდგენ ვადებს, როდის მოგეცეს, აი თუნდაც გახსნის ლოცვის შედეგი, როდის მოგეცეს, ასე ვთქვათ, როდის იქნება შენთვის შენ რომ მინდა მაშინ, არა, როცა საჭიროა, მაშინ მოგცემს შენ იმას უფალი რაც საჭიროა ლოცვის. ლოცვის მეშვეობით ასე ვთქვათ, თუ ჩვენ არ შეგვიძლია იმაზე ვებედრებით ღმერთს, რომ შემაძლებინე. ლოცვის მეშვეობით სულიერი ბრძოლისას საკუთარ საბრძოლო მახვილს უფლის მარჯვენას უთმობ. ხედავთ, აი ჩვენაც არ შეგვიძლია ღმერთს უთმობთ. ღმერთმა ის რაც ჩვენ არ შეგვიძლია თვითონ თავისი ძალით აღასრულოს. თითქოს გვერდზე ვიწევით და ევედრებით, რომ აი შენ ებრძოლე, შემაგიბრა, ჩემთან ერთად. ამას ეუბნები ღმერთს და უფალი ებრძვის წერს ჩვენს ნაცვლად და ამარცხებს. აი რამხელა საშუალება აქვს. თითქოს შენ ასეთ სულიერ ტაქტიკას მიმართავ. მე არ შემიძლია, მაგრამ შენ უფალო შენი ძალით მე გითმობ, რომ შენი ძალით ებრძოლე უხილავ თუ ხილუნტებს. ამიტომ ყველაზე ძლიერი იარაღი არის ლოცვა. რა თქმა უნდა, ხო ყველა ადამიანს აწუხებს მარხვის წინ, მარხვაშიც და მარხვის მერეც არ აქვს მნიშვნელობა. აზრით ცოდვები და ბრძოლები, გულისწყმები, ნებები, ათასნაირი აკეთებული აზრები, არასწორი მოსაზრებები, ეჭვები, ბრძოლები, მოკლედ იცით ეს რაც არის, ხო, საშინელი აგვიანტება საშინელი ბუდეს უგააკეთებინებო, წმინდა მამები ამბობენ, თორე ეს ორი ფრინველები ეს გადადის აზრები, ათასნაირი ნაკადი ცნობიერებისა უამრავ შლაკებს, უამრავ ცნობიერების ნაგავს შეიცავს, როგორც ცნობიერების რაღაცა სასაფლაო სანაგვიარი ზოგი აზრთა ნაკადები ცნობიერების ესეთი ირიბი ნეგატივი მოყვება ეს თუ დააგროვა იმდენ ტოქსინს შხამს ისეთ ნეგატივს უარყოფით იმპერიალს ატარებს რომ ადამიანში შემდეგ გროვდება და ჟანგავს ჭამს ადამიანს ნალექ სტოვებს და ჭამს გროვდება ეს სულიერი შხამი ტოქსინი თუ არ განიწმინდა აი მარხვობით მიდე ძალიან კარგი ამისთვის ძალიან უჭირს შემდეგ ადამიანს ამიტომ
და მე აღიმართება ხოლმე ეს ნეგატივი გადაულახავს ზღუდებს. და რომ ესე არ მოხდეს, ადამიანმა უნდა ესე ლოცვით გადალახოს ევედროს ღმერთს. ევედროს ღმერთს რომ თვითონ ვერ გაუძლებს, თვითონ ვერავინ თვითონ თავით თვისით სტუნებებს ვერ გაუძლებს. იმიტომ ანახო მამოჩემში დანუ შემიყვანებ, ანუ შენეულებ, დანუ შემიყვანებ ჩვენ განსასწრებს, არავინ მიხსნებს ჩვენ ბოროტისა. მიხალს ეხვეწები, რომ ვინ რა განსასწრებს გამძლebeda და ვინ რა გამოსდის გადამტანია, ვინ რა შეძლებს. კი ახლა რა თქმა უნდა ძალა გაქვს, რა თქმა უნდა ყველაფერი ის მიერ მოცემული ხატება და მსგავსი და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან დიდი საფრთხე არის, რომ შენ ვერაფერს ვერ შეძლებ თის გარეშე. ამიტომ სულ მუდამ და ვეძღვნით რომ არიჩქარო ილოცო მუდამ იყო ლოცვის მდგომარეობაში ღმერთის იმედი ქონდეს მადლობდე ბოღმა და უმადური არ უნდა იყოს ადამიანი არც ერთ შემთხვევაში ნურც იმას იტყვი რომ ამდენს ლოცულობ აი სხვაზე მეტად ხომ ლოცულობ მარხულობ ხომ მეზოლის და ფარისევის იგავი დაუძახა ფაქტია პრინციპი სულიერ გავიხსენოთ ხომ ის ისეთი შეჯიბრის ცნობა ძალიან ცუდი ამ დროს ან იმასაც მოიტყვი რომ ძალიან ბევრს ლოცულობ და აი სარგებელი ვერაფერი მივიღეზო მაინც ესე მაინც ლოცულობ მაგრამ რა და მე რა დოგმაიც აი ამ დროს ლოცულობ და მე რა მე რა უნდა იყოს მე უცებ გინდა რომ რაღაცა ის სულიად წარმოასწორებს ღვთის მადლი იმას რომ რაღაცა მატერიალური ბონუსები მიიღო სულაც არ მოასწავებს ამას უგანსაზღვრა ხილული რაღაცა ბონუსები და წარმატებებით ის რა ფორმას მიიღებს ლოცვის შედეგად შეთვის მოსული სულიერი საჩუქრები დაუმსახურებელი სხვათაშორის და მოუმზადებელი ადამიანისათვის მაგრამ უფალკი დაუმსახურებ წყალდებას გაძლევს ის იცის ზეცა ესე ნუიყვიო აი ამდენს გევარ თლისინაშე და რასარგებელი მაქვს წინაშე დგომისგან თლისინაშე დგომისგან დიდი სულ მოკლეობაა და სულიერი ესე ვთქვათ რაღაცა ჩამოუყალი არა ჩამოყალიბებულობა ადამიანის თუ ადამიანს გავსი ასე მოვა მაშინ უნდა შეეწინააღმდეგოს მას და განაგდოს საკუთარ თავზე იმიტომ რომ თავარია არა სათხოვარის აღსრულება ეს მინდა და ის მინდა მაინდა მაინც მოგეცემა რაც საჭირო ორი ჩვენი არსობისაში უამრავი რაღაც შედის არ უნდა გამოგლეჯო უფალს ვერ გამოგლიჯო ვერაფერს ითხოვე გეუბნება რომ არ ითხოვე ითხოვდე და მოგეცეთ ირეკდე და გამიღოთ მაგრამ თავარი ის კი არა რომ რაღაც სათხოვარი აღესრულდეს მაინდა მაინც შენი სული არამედ ღვთის წინაშე ლოცვისგან მიღებული სულიერი თვითონ მდგომარეობა სიხარული არის აი კარგი თვითონ მდგომარეობა მადლის მიერ მიღებული სიხარულია ყველაზე დიდი საჩუქარი და არა რაღაც სხვა ბონუსები ლოცვა ღმერთთან საუბარია თვითონ უკვე ლოცვა არის ჯილდო ღმერთთან საუბარია უკვე ჯილდო და აღსრულება და ფაქტი და უკვე დადებითი მოვლენა დანარჩენი რომ არაფერი მიიღო უკვე ეს უკვე კარგია თუ შენ გულით ლოცულობ სიხარული მოდის გზნობ და მდგომარეობა შენ ჯანმრთელად ღმერთთან ურთიერთობის შეგრძნებას გაძლევს უკვე ეს არის კარგი და გამუდმებით ამ მდგომარეობაში ყოფნა ხო თლად მეტარება და სად არის ეს მაგრამ ყოველთვის ეცადობდა სადაა ესე გამუდმებით რომ ეს მდგომარეობაში და იყო ადამიანი ხო სად არის მაშინ უნდა რაღაც ზებუნებრივი ქარიზმა უნდა ქონდეს ზებუნებრივი ისეთი ცხოვრებით და ცხოვრობდე რომელსაც ჩვენ არ ცხოვრობთ ესეთი ცხოვრობდე რომ ცხოვრობდე ესეთი დიდი ზებუნებრივი ასკეზით მაშინ შეიძლება არ მიიღო რაღაც პატარა ინტერვალებში მიიღო არავინ არ იცის ეს არავინ არ იცის წმინდა მამებიც რომ იყვნენ ისინი ხანდახან არ იყვნენ სულ მაგმოსი მდგომარეობაში ხანდახან თვითონაც უჭირდა და ამბობდა რომ აი ივანე სიმონ ახალი ღვთისმეტყველი აღწერს რომ განეშორება მადლი როგორ უახლოვდება ღმერთი როგორ განეშორება სად არის სუნეტარი მდგომარეობა სად არის მაგრამ ეს მათთვის ასევე ღვთაებრივი პედაგოგიკა იყო რომელიც კიდევ უფრო მეტ მადლს მოასწავლებდა შემდეგ და სიბრძნეს მოასწავლებდა ის უკვე სხვა ცნობიერი მდგომარეობა კიდევ უფრო მაღლა მე კიდევ უფრო მაღლა ხო იოანე კიბის აღწერის რას აღწერს 30 საფეხურს ხო 30 წარმოგიდგენთ პირველი საფეხურზე ვგევარ ჯერ აბა 30-ათი სად არის ეს არის უკვე კოსმოსია გასული საფაქტიურად უკვე უფალს უყურებს აი ესეთი ისა ღია იმაშია სულიერ სამყაროში დაღებულია თვითონ არა
უკვე აღარ არის მისთვის ზღვარი, აი იქიდან ყველაფერს ხედავ, აქედან რააც იაკობის კიბერო აი ეს. უკვე ყველაფერს ვინ ადის, რა ადის ანგელოზები ჩამოდიან უკვე, ნუ ხა სიმბოლურადაც და არა მარტო სიმბოლურადაც, ამ ნაკადებს ხედავს. ყველაფერს და ყველაფერსაც ვერ მოყვები და ვერბალურად ყველაფერს ვერ ფორმულირებას ვერ გაუკეთებ, რასაც ადამიანი გზნობს, რასაც ხედავს და რასაც შეიმეცნებს. არა მარტო გონებით, არამედ გულით შეიმეცნებს. გზნობა ცოდნით, ცოდნა გზნობით. ჩვენ უნდა შევაზავოთ სიბრძნე და სიყვარული ერთმანეთში, ქრისტეში, ჩვენ სულში, სიბრძნე და სიყვარული. ადამიანის და ღმერთის შეხვედრის დღეა დღეს, მირთმის დღე. ჯვარი არის ადამიანის და ღმერთის შეხვედრის ადგილი. ცენტრში ჩვენი გულია. ქრისტე უნდა იყოს შიგნით. აი, ცენტრში ქრისტეა. კარგად უნდა დააკვირდეთ. და ამ უზარმაზარი უკონტურო წრის ცენტრი ყველგან არის. ზღვარი არ არის, ყველგან ცენტრია, ყველგან უფალია. ყველგან შენი და უფლის გადაკვეთის ადგილი. ამას არ აქვს სკალი. უსასრულო ამის სკალი, მაგრამ ცენტრი ყველგან არის. და პირველ რიგში შენს გულშია. და ეს არის ჯვარი. სიფრთხილე ლოცვა. ხილად იყავი და არის ამაყო. თუ ლოცულობ. ნუ შეედრები სხვას. თუ რამე სრულდება, არ უნდა აფიშირება ამისი. ხა მართვის წინ მივიდეს მე თქვა, თუ მარხარ ვიწყება, აფიშირება არ უნდა, აი მე მახვილობ არჭა მამას, არჭა მიმას, დამთავრებული იქ შენი მარხვა რეკლამა თუ გავუკეთ. ჯობია არჭამო შენთვის და გავუკეთო ამას რეკლამა, ვიდრე ჭამო რაღაცას ვარჭამო და გავუკეთო რეკლამა. და რეკლამა როგორ უნებლიეთ აფიშირება გავუკეთო, შეიძლება ძალიან თავს გინდოდეს. რა უნდა ამაში ამას ვიცავ იმას ჭამ არ ბოლოს და ბოლოს უფლის არის საკვების და სტომაქის და ორივე ფრის არის და ყველაფერი ფრის არის. არ ჭამა წახს მიდავს და არ უჭველობა, ხა ეს დიდი თემა. არ უჭველობა გაცხონდეს. კუძზე არ გადის ქრისტიანობა. მაგრამ თუ რა თქმა უნდა საშუალება არის შრომის იარაღი დამხმარე საშუალება სულის სამშრომლოს და ხორცის განცნობისათვის და უნდა დავიცვათ. ლურცი ამაკებ ხო? ლურცი მას იტყვი რომ როცა შეისმის შესლოცოს მეთი სასწრაფოდ მოამცნო ყველა საყვირს მუდასწრ ნაღარას მუდასწრ აი მე შემისულდა რა კარგათვა ეს გამოვიდა გავიდა ცოტა ხანი და გავიდა ის დაიკავდა როგორც კი შენ უკვე წარმოიშობა ესეთი უხილავი ბრძოლა იქ სხვადასხვა დიდი თემა ხა არ ჩავმოვდები სხვა ძალებისა როდესაც ადამიანმა ჯერ მადლი არ მიიღო და ჯერ კიდევ ხელში გამარჯვება არ გაუმყარებია უკვე დაკარგა ეს რომ არ მოხდეს არ უნდა მოძღვარს უცხარებო დამყარდა მაინდა-მაინც შეიძლება ნუ ერთადაც დედასთან ნუ ძალიან ახლობელ ერთად იმასაც არ უნდა მოძღვარს ეთქვი და შეინახე რა ხო შეიძლება რაღაცა საიდუმლო შეინახო აი რაღაცა კარგად წავიდა ხო არ უნდა ამის აფიშირება მე იკარგება გადის მაგ და მოგანიჭა მაგ ხო შეიძლება რა შეიძლება ის მაგ მოძღვარს უთხარი გიბოდო აი რაღაცა შეიძლება ძალიან თუ ის რაღაცა გაგიჭირდა რაღაცა ეს ფორმით თქვი არ უნდა ესეთი ისა წინასწარ არ შეაკო დღეო სანამ არ დაღამდებო ანდაზაცა რა მსგავს ხო დღე არ შეაკო სანამ არ დაღამდებო ნუ აი მსგავსი რაღაცა თუ შეაკეთე და მე საღამოს უკვე ნერვებს მომიშვის ვიღა უჩვენს იმდარი წერი ხო დღე რა კარგად გავიდა გავში ძიმშიდია როგორ კარგად გავიდა საღამოს გელოდება სიურპრიზი შეიძლება სახში მივხვდი და სახში მისვლამდე უკვე თქვა რომ ეს რა საშინელი მომიშელეს ნერვები რა გაერათ ისა იყო დღე რამე უკვე დაიწყო საწინააღმდეგო საუბარი ესე რომ არ მოხდეს ამიტომ ლოცვა ეს არის მეთან საუბარი რომელიც მასწავლებელი ლოცვის ვინ არის უფალი და მოძღვარი პირველ რიგში უფალი ეკლესია ლოცვის სასწავლებელი ესე შეიძლება იყოს მასწავლებელი ღმერთია რომელმან ასწავლის კაცთა მეცნიერება იყო სალმონი 93 ამიტომ აი ესე გავაკეთოთ ეცი შემდეგ თანდათანობით უკვე ადამიანი დაცული ხდება უფრო გამიშეცული ხდება იმუნიტეტი იზრდება მისი ლოცვით რა თქმა უნდა ამას ხშირი ზიარება ახლავს მოზგვის კუთხევით რომ ეს უკვე ამაღლებული მდგომარეობა მარხვაშიც და მარხვამდეც და მარხვის მერეც არ უნდა მარხვამდე დაყო პერიოდები უკვე ამაღლებული მდგომარეობაში შედის და ამ მებელ მდგომარეობაში მისი გონება
მისი სული სამშვილის ხოვრი გაწონასწორებულ მდგომარეობაშია და თუ გამოვიდა წონასწორობიდან ადვილად დაბრუნებადია, მყარი წონასწორობა არ არის, არა მყარი წონასწორობა. დაკარგა მადლი და დამთავრდა, გაიგნა მარცვლებივით, არა. დაკარგა უკლა უმალ იმუნიტეტი აქვს კვლავ წაბუდა უცებ. ხორცში ვარ ჩვენ, უცოდველი და დაუცემელი არავინ არ არის. უნდა დაეცე. ხა ძალით აგიდა ისედაც ვეცემით, მაგრამ რო დაეცემი არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარიკვეთო. რამდენჯერ და უნდა აღგე, რამდენჯერაც დაეცე 1 მეტრი. უნდა აღგე. და გააგდებო გზა. და ხორცში ვარ. ხორციელი ადამიანები ვართ, გავქნათ. და მოვინანიოთ. და გავაგზავნოთ, სასვა უნდა წარიკვეთოთ. იმიტომ რომ ყველაფერს უყურებს ზეცა და მისი მმართველი, ხელმძღვანელი, უფალი, მხრობელი მისი. და ვინც ხისდება შეიცნობს და გულმოდგინედ ცდილობს მის აღსრულებას, ხილად მიიწევს წინ, არ უნდა ნახტომებით წინსვლა, მაინდამაინც მცირედი წინსვლა გქონდეს. და ამაში მინდა წარმატება გისურვოთ. და მინდა რომ გზახსნილი ქონოდეთ ღვთის სარგებლად სულის საწმენდით. მადლი იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა.